ხუთშაბათს 14 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ გადაცემას აკადემიური საათი. პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, უსმენთ და უყურებთ რადიო გრუნის. ეთერშია გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც დღეს მე, გიორგი მორჩილაძე გავუძღვები. 2025 წლის 7 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი საჯარო მმართველობის დოქტორი, გრუნის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი და საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ხატია მარკოზაშვილია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ტრაექტორია და შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში. ასე ქვია წიგნს, რომელიც 5 თავს მოიცავს და შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სამოქალაქო საზოგადოების გენეზისი, დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართება, დემოკრატიის შესაძლო დილემა და ალტერნატივები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში და სახელმწიფოს საშუალო ფენისა და მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. დღეს საქართველოში ახალი ამბების გასაგებად მოქალაქეები ძირითადად ტელევიზიას მიმართავენ. არსებობს მრავალფეროვანი რადიო არხებიც, რომლებიც მართალია დიდწილად მუსიკალური და გასართობი მაუწყებლობით არიან დაკავებული, მაგრამ მოსახლეობის არც თუ უმნიშვნელო ნაწილისთვის პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის მიწოდებასაც ემსახურება. ეს არის ციტატა წიგნიდან. მიხარია, რომ დღეს ამ თემაზე სწორედ რადიოს მეშვეობით ვისაუბრებთ და მით უმეტეს რადიოს საერთაშორისო დღეს. მაშასე ჩვენი სტუმარია წიგნის ავტორი ხატია მარკოზაშვილი. მოგესალმებით. ალბათონო ხატია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გილოცავთ რადიოს საერთაშორისო დღეს და ბევრ წარმატებულ ეთერს გისურვებთ. დიდი მადლობა. მე წავიკითხე თქვენი წიგნი, შეიძლება ითქვას, დიდი ნაწილი წავიკითხე, ნაწილს გადავხედე და ჩემი შთაბეჭდილებას რომ გაგიზიაროთ, ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო. სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ. რატომ გადაწყვეტეთ აი ამ ერთგვარი სახელმძღვანელოს შექმნა? მიზეზი რა იყო და მიზანი? კი ბატონო, თავდაპირველად მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების თემა ჩემთვის არ არის ახალი და დაახლოებით უკვე 8-9 წელია, რაც აქტიური მკვლევარი ვარ, ასე ვთქვათ, ამ სექტორში მიმდინარე სიახლეების და ეს თემა გახდა ჩემთვის ძალიან საყვარელი და ახლობელი. ვკითხულობ 2 საგანს სამოქალაქო საზოგადოების თემაზე ჩვენს უნივერსიტეტში და იმდენად თვითონ პროცესებიდან გამომდინარე ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად საინტერესო და აქტუალური ხდება ეს საკითხი, რომ ვფიქრობ ყველაზე მეტად პასუხობს დღევანდელ მიმდინარე მოვლენებს და გამოწვევებს სწორედ ამ ასეთ საკითხებზე სხვადასხვა ნაშრომების შექმნა და მონოგრაფიების თუ სახელმძღვანელოების. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თემით დაინტერესება მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში და საზღვრებს გარეთ, არ არის გასაკვირი და ყველასთვის, ასე ვთქვათ, ახლობელი და საინტერესოა ეს საკითხები. მინდა გკითხოთ თავად აი წიგნზე მუშაობის პერიოდთან დაკავშირებითაც ავტორი თქვენ ხართ, მაგრამ წიგნზე მუშაობის პროცესში ვიცით, რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართული, მათ შორის სტუდენტები. ეს როგორ შეგიძლიათ რომ გითხრათ? კი, სხვათა შორის ძალიან მეამაყება ამ თემაზე საუბარი და ამის აღნიშვნა, იმიტომ რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის 3 სტუდენტმა კვლევით კომპონენტში იყვნენ აქტიურად ჩართულები და ზოგადად არ არის ეს ახალი, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად ჩართულები იყვნენ სტუდენტები სხვადასხვა საინტერესო პროექტებში. ჩვენს უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს მეცნიერული კვლევების და შემოქმედებითი ინიციატივების განვითარების ფონდი და სწორედ ამ ფონდის დაფინანსების ფარგლებში მოხდა აღნიშნული სახელმძღვანელოს მონოგრაფიის გამოცემა.
და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ბათუმის წარმომადგენლობიდან პროფესორებმა და ჩვენმა სტუდენტებმა და სხვათა შორის ძალიან ხაზგასმით აღნიშნეს ბავშვებმა, რომ ეს იყო ისეთი ტიპის გამოცდილება, რომელი გამოცდილებაც მათ აქამდე არ მიუღიათ და ცხადია მათთვის ძალიან საამაყოა ის, რომ თვითონ მონოგრაფიაშიც მათი სახელი და გვარები არის მითითებული და რაც შეიძლება ბევრ ასეთ საინტერესო პროექტში თუ მიიღებენ სამომავლოდაც მონაწილეობას, ეს სტუდენტებს აძლევს იმის საშუალებას, რომ დამატებითი უნარები განავითარონ. ჩვენ წიგნის შინაარსის შესახებ დეტალურადაც ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ვახსენეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გამორჩეული არის ამ მხრივ, რომ მუდმივად სტუდენტების ჩართულობა უნდა იყოს მსგავს პროცესებში და ეს არის კიდეც ნამდვილად, ამიტომ მკითხავთ თავად უნივერსიტეტის როლზეც ამ წიგნის შექმნის პროცესში, რა ტიპის მხარდაჭერა ჰქონდათ თქვენ მასზე მუშაობის პერიოდში? კი ბატონო, ფაქტობრივად უნდა ითქვას, რომ ყველანაირი ტიპის მხარდაჭერა, რაც შეიძლება, რომ საორგანიზაციო საკითხებიდან დაწყებული კვლევითი კომპონენტით დამთავრებული, რაც იყო საჭირო ამ მონოგრაფიის გამოსაცემად, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში თავიდან ბოლომდე მხარდაჭერა გამომიცხადა ჩვენმა უნივერსიტეტმა. სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ფონდმა, რომელიც ვახსენე და ზოგადად არა იმიტომ, რომ მე ამ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ყველა მოწვეულ ლექტორს აქვს ამის საშუალება, რომ ნებისმიერი საინტერესო საკითხის ირგვლივ თუ აქვს მას პროექტი, სურვილი რომ ეს პროექტი განახორციელოს, დამერწმუნეთ ყოველთვის მზად არის უნივერსიტეტი იმისთვის, რომ ასეთი ტიპის აქტივობები დააფინანსოს და არა მხოლოდ დააფინანსოს, სხვა ყველანაირი რესურსით მხარი დაუჭიროს ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ დასაწყისში უკვე ვახსენეთ ზოგადად რა თემებს მოიცავს ეს სახელმძღვანელო. მე მაინც სახელმძღვანელოს დავარქმევდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როცა ვკითხულობდი, აი რატომ შეიძლება ეს სახელმძღვანელო ადამიანებისთვის იყოს საინტერესო, რას გულისხმობ? აი ქვეყნის წინაშე არსებული რა პრობლემების გადაჭრაში შეიძლება დაგვეხმაროს აქ მოცემული საკითხების ცოდნა? დიახ, ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი ჩემთვის და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანიც და რატომ მოკლედ შევეცდები, რომ ავხსნა. თავდაპირველად ჯერ კიდევ პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციიდან დღემდე არც ერთ ეტაპზე არ შენელებულა ინტერესი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. არ წყდება აკადემიური დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით და არც სამეცნიერო ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ? იმიტომ რომ თავად სამოქალაქო საზოგადოება არის წინაპირობა დემოკრატიზაციის პროცესის და ვერ განვითარდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები სწორად თუ იმ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული და სამოქალაქო სექტორი თავის ვალდებულებას არ ასრულებს. ამიტომ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ უკვე აი თითქმის 30 წელზე მეტია აი ამ პროცესებში ვიმყოფებით, რომ ვცდილობთ შევქმნათ დემოკრატიული, განვითარებული, ცივილიზებული გარემო ჩვენს ირგვლივ და ჩვენც შევდგეთ საზოგადოებად, ამისთვის აუცილებელია იმის გააზრება, რა არის სამოქალაქო საზოგადოება. ოღონდ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ თუ ჩვენ არ გავიაზრეთ ის და სწორი ფორმულირებით და სწორი შეხედულებით ჩამოვიყალიბეთ აზრი ამ საკითხებთან მიმართებით, მე თქვენ გაეცანით და ნახავდით, მაქვს საუბარი, რამდენნაირი არასწორი გაგება შეიძლება გქონდეს ამ სექტორის მიმართ და როგორი დამახინჯებული ფორმები შეიძლება მიიღოს არასწორი თავდაპირველად ჩანასახშივე არასწორმა სამოქალაქო საზოგადოებამ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თემის მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც განვითარებული ევროპული დემოკრატიული ქვეყანა,
ფაქტობრივად განუსაზღვრელია, იმიტომ რომ ეს არის ყველაფრის ქვაკუთხედი იმის, რისკენაც ჩვენ ასე აქტიურად მივისწრაფით, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარებული ქვეყანა. დიახ, და ეს თემა ნამდვილად ყოველთვის აქტუალური არის, ყოველთვის არის მსჯელობა. სხვათა შორის სატელევიზიო ეთერებშიც, რადიო ეთერებშიც ხშირად მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველა სეგმენტისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და უნდა იყოს საინტერესო. მაგრამ თქვენ როცა ამ წიგნზე მუშაობდით, ხომ არ გიფიქრიათ რაიმე კონკრეტული სეგმენტი, ვინც თქვენ გინდათ, რომ აი განსაკუთრებით აი სწორედ მათ წაიკითხონ? კი, მე ყველაზე მეტად მინდა, რომ ასე ვთქვათ, მიზნობრივი აუდიტორია იყოს ცხადი ახალგაზრდები. მე ჩემს სტუდენტებთან მაქვს იმის საშუალება, რომ ის საკითხები, რაც წიგნშია განხილული, უშუალოდ სალექციო პროცესის დროს განვიხილო, მაგრამ ცხადია, ჩემი სტუდენტების გარდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვისთანაც არ მაქვს პირდაპირი შეხება და მინდა, რომ ყველა ახალგაზრდამ ჩამოიყალიბოს სწორი შეხედულება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ზოგადად, იცით, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცნობიერების ამაღლება არის ყველაზე რთული პროცესი, ხო? და ცნობიერების ამაღლება თან სწორ შეხედულებებთან ერთად, რომ სწორი შეხედულება ჩამოიყალიბოს ახალგაზრდამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ეს არის, ვფიქრობ, ჩვენი ალბათ ყველა იმ აკადემიური სტაფის ვალდებულება, ვინც ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. ამიტომ ცხადია ყველაზე მეტად მინდა, რომ ახალგაზრდები გაეცნონ ამ მონოგრაფიას და ცხადია შეზღუდვა არ აქვს, ასე ვთქვათ, სურვილების და დაინტერესების შემთხვევაში ასაკს. უნდა გკითხოთ უნივერსიტეტში გამართული პრეზენტაციის შესახებაც. მე ვიცი, რომ რექტორისგან ეს თავის სიტყვაშიც თქვა მან პრეზენტაციის დროს საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა ამ წიგნის შექმნას და სწორედ იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც თქვენს გაამახვილეთ ყურადღება, თუნდაც დღეს საქართველოში არსებული ვითარება და პრინციპში მუდმივი ტურბულენცია ჩვენს ქვეყანაში, მუდმივი. ამიტომ მინდა გკითხოთ თავად ამ ღონისძიების შესახებ, ვინ ესწრებოდა მას, რა გამოხმაურება მოყვა? ისეთი ბედნიერი და თვითკმარი ვიყავი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ ღონისძიების შემდგომ. ნამდვილად ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. ბატონმა მამუკამ არაერთხელ და არაერთ გზის აღნიშნა, რომ თემა არის იმდენად აქტუალური, რომ ფეხ მიყვება იმ გამოწვევებს და იმ საინტერესო მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს გარშემო. ასევე ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა სამართლის დოქტორს, პროფესორს ბატონ ზვიად გაბისონიას, რომელმაც თავისი მოსაზრებები გაუზიარა საზოგადოებას წიგნთან დაკავშირებით. და რაც შეეხება დამსწრე საზოგადოებას, იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები, ასევე ადმინისტრაციის წევრები და ასე ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა, იმიტომ რომ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები, იყო ცოცხალი დისკუსიაც და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ ჩაიარა მთლიანად ამ დღემ. და ბოლოს უნდა გკითხოთ უკვე, აი სად შეგვიძლია რომ ჩვენ ამ წიგნს გავეცნოთ, აი მე უკვე გავეცანი, მაგრამ კიდევ დამრჩა რამდენიმე რამ წასაკითხი, მაგრამ სად შეიძლება რომ ადამიანები მოვიდნენ, ნახონ, გაეცნონ ამ წიგნში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც თქვით რომ არის ფეხ მიყვება, ასე ვთქვათ, იმ გამოწვევებს, რაც არის საქართველოში და არა მხოლოდ. დიახ, ცხადია, ბიბლიოთეკებში არის უკვე ხელმისაწვდომი და დაინტერესებულ პირებს აქვთ იმით საშუალება, რომ გაეცნონ და ასევე ინტერნეტშიც უკვე ხელმისაწვდომია. ონლაინ ვერსია? კი, ელექტრონული ვერსიაც არის ხელმისაწვდომი და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, რომ გაეცნოს სახელმძღვანელოს და იმ თავებს, რისგანაც შედგება ეს სახელმძღვანელო.
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ. აკადემიური საათის სტუმარი გახლდათ საჯარო მმართველობის დოქტორი, გრუნის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ქალბატონი ხატია მარკოზაშვილი. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.